დღეს ბზობა, დღე, როდესაც სახარების მიხედვით მაცხოვარი იერუსალიმში დიდებით შევიდა. იესო ქრისტეს ხალხი ფეხქვეშ უგებდა ხის ტოტებსა და პალმის რტოებს. ტრადიციის მიხედვით იმ ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც პალმა ნაკლებად ხარობს, დღესასწაულის აღსანიშნავად სხვა მარადმწვანე მცენარე გამოიყენება. საქართველოში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ასეთი მცენარე ბზაა, რომელიც ზუსტად ბზობის დღესასწაულისთვის ყოველთვის ესეთი ხასხასა მწვანეა. ბზას ზოგჯერ კავკასიურ პალმასაც უწოდებენ. კოლხური ბზა უნიკალურია, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. მარიამ შანშიაშვილის რეპორტაჟი. ეს არის ჩვენი ინსტიტუტის ჰერბარიუმი, სადაც დაცულია საქართველოს ფლორის მრავალფეროვნება, წარმოდგენილი არის 2007-მდე სახეობის 37,000 სახერბარიუმო ნიმუში. საქართველოს ფლორის უდიდესი ნაწილი ამ პატარა ყუთებში იყრის თავს და წლობით ინახება. აქ დაცული სახეობები ქეთევა მჭედლიძემ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად საკუთარი ხელით შეაგროვა. 25 წელია, რაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველე ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელია. მინდა გიჩვენოთ უძველესი ეგზემპლარი 1910 წლის და დაცულია ინსტიტუტში 1910 წლის, 1914 წლის, 1924 წლის, 30 წლის ეგზემპლარები, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად კოლექცია მდიდრდება და ვამატებთ ნიმუშებს და პარალელურად უვლით, რა თქმა უნდა, რუტინულად. ეს არის მანიშნებელი და უტყუარი დოკუმენტი იმისა, თუ რამხელა ისტორიის მატარებელია ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი და როგორი ფუნდამენტური კვლევები წარმოებდა წლიდან წლამდე. რომელი მცენარე? ეს არის ვალერიანა. ამ უნიკალურ ჰერბარიუმში მცენარეთა სახეობების შენახვა საუკუნის წინ დაიწყეს. აქ შეხვდებით სხვადასხვა ზომისა და ფორმის მცენარეს. 100 წლის წინ დაწყებულ საქმეს კი კოლეგებთან ერთად ქეთევან მჭედლიძე განაგრძობს. შეხედეთ 1920 წლის ნიმუში არის სერანთემუმი. მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშებზე მეცნიერები ფარმაკობოტანიკურ კვლევებს დღემდე ატარებენ. დაცულ სახეობებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეთმობა კოლხურ ბზას. ჩვენს ინსტიტუტში 34 წლიდან დაიწყო კოლხური ბზის ფიტოქიმიური კვლევა და ეს პროცესი გახანგრძლივდა კარქახანს, ვიცით რომ ალკალოიდის შემცველი მცენარე არის. აქ დაცულია 34 წლიდან მოყოლებული დღემდე არაერთი ნიმუში. ქეთევან მჭედლიძემ ბზა მიკროსკოპულადაც შეისწავლა. გვიყვება, რომ მცენარეს უნიკალური სტრუქტურა აქვს და ჩვენი წინაპრები მას ერთდროს სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებდნენ. ლაბორატორიაში ბზას ახლაც იკვლევენ. ამ ჰერბარიუმში დაცულია კოლხური ბზის 14 ეგზემპლარი, რომელიც მეცნიერებმა 1934 წლიდან 1938 წლამდე შეაგროვეს. სამკურნალოდ გამოიყენებოდა, ეხლა ისეთი ინტენსივობით არ გამოიყენებენ, ვინაიდან ალკალოიდის შემცველი მცენარე არის. ამდენად უფრო ფრთხილად უდგებიან სახალხო მკურნალები მის გამოყენებას. საკმაოდ კარგად ინახება, მწერი მას არ აზიანებს. ბოლო წლებში 2016 წელს მისი შინაგანი აგებულებაც შევისწავლეთ, ვინაიდან დაავადება გავრცელდა, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ძლიერი სტრუქტურით გამოირჩეოდა. შესაბამისად, პერსპექტივა იმისი, რომ კოლხური ბზა აღდგეს და გაუძლოს ამ დაავადებას, არის ნამდვილად. კოლხური ბზა 10 წლის წინ დაავადდა და ახლა გადაშენების პირასაა. შეტანილია წითელ წიგნში. საქართველოში გავრცელებულია დაცულ ტერიტორიებზე, გვხვდება აჭარაშიც. იშვიათ ადგილებში გვხვდება ბუნებრივად ტყეში გავრცელებული და გარდა ამის თავისი ბიოლოგიური თვისებისა აღსანიშნავია ისიც, რომ ფართო გამოყენება ჰქონდა როგორც მერქანს, რადგან საკმაოდ ძვირფას მერქნიან სახეობათაც ითვლება და არა მხოლოდ ესეთი საკრალური დანიშნულება და მნიშვნელოვანი მცენარეა როგორც საეკლესიო რიტუალების თვალსაზრისით, ასევე მშენებლობაში, საყოფაცხოვრებო ნივთების მომზადებაში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეგრეთ წოდებული
განვითარებული კოლხური ტყის ტიპისთვის, ანუ ეს მცენარე რომ არის შემადგენლობაში ტყისა, სწორედ ეს ძენს უნიკალურობას არა მხოლოდ საქართველოსთვის, სხვათა შორის გლობალურადაც კი. თუმცა, გარდა ადამიანის მხრიდან წამოსული საფრთხისა, სამწუხაროდ მას დაემუქრა როგორც დაავადება, ასევე მავნე მწერიც. საკმაოდ მარტივი შესამჩნევია, ფოთლები იწყებს გაყვითლებას, ალისფერ მოწითალო, მოყვითალო ფერს იღებს. ასეთ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ბზის სიდამწვრე დაავადება, ხოლო მეორე შემთხვევაში, როდესაც მავნე მწერზე ვსაუბრობთ, მარტივად შევამჩნევთ აბლაბუდის მსგავს ქსელს თავად ფოთლებს შორის. ნუ მოჭრი ბზას, უკვე 10 წელზე მეტია, რაც კოლხური ბზის გადასარჩენად საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს სოციალური კამპანია აქვს დაწყებული. გამკაცრებულია რეგულაციებიც, ბზის მოჭრა ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედება. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაცვისთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ჩვენ საუბრობთ ბუნებრივ არეალში ტყეში გავრცელებულ ბზაზე, რომელიც აპრიორი ნიშნავს, რომ ეს გახლავთ კოლხური ბზა, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, გახლავთ წითელი ნუსხით დაცული სახეობა და ამ მცენარის, ამ სახეობის მოჭრა, ამოძირკვა ან დაზიანებაა დასჯადი და აკრძალული. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანები ეკიდება პასუხისგებლობით ამ საკითხს და ცდილობს, რომ ქოთანში გამოყვანილი ბზა შეიძინოს, იკლო უკანონოდ მოპოვების თუ დაზიანების ფაქტებმაც ეს ნამდვილად თვალსაჩინოა და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წლებში ასეთი აქტიური ჩარევაც აღარ დაგვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კოლხური ბზის დაზიანებისა თუ მოჭრის ფაქტები ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა, უნიკალური სახეობის ბოლომდე გამოსაჯამრთელებლად და გადასარჩენად ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ბზა მარადმწვანე ხე ან ბუჩქია, რომელიც დაახლოებით 600 წელიწადი ცოცხლობს და უკანასკნელი 30-40 მილიონი წლის განმავლობაში მცირედ თუ შეიცვალა. ბზა ქართველებმა მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ აირჩიეს.